ბრუნდებით კვლავ ეთერში თბილისში მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირაული იმართება. ღონისძიება 10 მარტს თბილისში გაიხსნა და 15 მარტს ბათუმში დასრულდება. პანელური დისკუსიის ფორმატში 6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები დეტალურად მიმოიხილავენ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას. კერძოდ თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით. სტუმართან ერთად განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, რომელიც გახლავთ ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, სააგენტო ღონისძიების ინიციატორი და ერთ-ერთი მონაწილეა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. ღონისძიებაზე მინდა გკითხოთ თავდაპირველად, რა არის ამ ღონისძიების მთავარი მიზანი და ტარდება თუ არა პირველად ეს ღონისძიება, თუ ყოველწლიური ხასიათი აქვს. ეს ღონისძიება უკვე თქვენ ახსენეთ, რომ 6 უწყების მიერ არის ერთობლივად ორგანიზებული, ესენი არიან უწყებები, რომლებიც საქართველოს პასუხისმგებლები არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ასევე მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. ჩვენ უკვე მესამედ ვახორციელებთ აღნიშნულ ღონისძიებას, ტრადიციულად ეს ემთხვევა მარტისთვის, რადგან 15 მარტი არის მომხმარებლის საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მართავთ კვირაულს, რომლის მიზანი არის მოსახლეობაში და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებში უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებს უკვე დიდი ხანია რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა აქვს, თუმცა ეს ყოვლის მომცველი კანონმდებლობა, რომელსაც მთლიანობაში ჩვენი უწყება აღასრულებს, სულ რაღაც 2 წელია რაც არის საქართველოში. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მეტმა მომხმარებელმა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ და ამ კვირაულის ფარგლებში ჩვენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ყვებით იმ შედეგებზე, რომელიც გვაქვს მთელი ამ პერიოდის მანძილზე, გამოწვევებზე, ინიციატივებზე, სტანდარტებზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი ამა თუ იმ საკითხისას, თუ მას აქვს პრობლემა, პრეტენზია მოვაჭრესთან და ცდილობს, რომ ეს საკუთარი დარღვეული უფლება აღადგინოს ჩვენი უწყებების საშუალებით. და ეს არის მთავარი ამბავი აღნიშნული ღონისძიების. თქვენ ახსენეთ, რომ ცნობიერების გაზრდა და მომხმარებლისთვის ხმის მისვენა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, არის ეს რეალურად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომხმარებლის ცნობიერება. რამდენად იციან და რამდენად აცნობიერებენ თუ რა უფლებებით სარგებლობენ დღესდღეობით მომხმარებლები საქართველოში. და როგორია, ასე ვთქვათ, ტენდენცია იზრდება ეს ცნობიერება. ჩვენ უწყების მაგალითზე გეტყვით, ბოლო 2 წელია, სრული წელი, რაც გასულია აღნიშნული კანონის აღსრულების დაწყებიდან, მაგალითად 2024-ში გაორმაგებული იყო მომართვიანობა 2023-თან შედარებით. შეგაწოდნებთ, რა კანონზეა საუბარი მაყურებელს? მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე, ეს არის იცავს მომხმარებელთა უფლებების შემდეგნარად, თუ თქვენ ან ჩვენ ნებისმიერ მომხმარებელი ვყიდულობთ ნივთს ონლაინ, ან ვყიდულობთ ფიზიკურად, მაღაზიაში ან ნებისმიერ მსგავს ტიპის დაწესებულებაში, ამის შემდგომ ნივთი შეიძლება აღმოჩნდეს წუნიანი, ნივთი შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო, ონლაინ ყიდვის დროს შეიძლება საერთოდ არ იყოს ისეთი მახასიათებლებით აღჭურვილი, როგორცაც მაგალითად ონლაინ ვებგვერდი გვთავაზობდა, ან ნივთის ტრანსპორტირებისას შეიძლება ის დაზიანდეს, დაიკარგოს თუ ესე შემდეგ. თუ მომხმარებელი მიმართავს მოვაჭრეს და მოვაჭრე არ დაუკმაყოფილებს მის მოთხოვნას, ამის შემდგომ ხდება ჩართულობა ჩვენი ორგანიზაციის, ის ჩვენ მოგმართავს და ხდება საკითხის განხილვა დაახლოებით 1 თვეა მაქსიმალური ვადა. რა ვადაშიც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ასე ვთქვათ, ვადგენთ მომხმარებელია მართალი თუ მოვაჭრე. ამიტომ ვამბობ, რომ 2024-ში იყო გაორმაგებული ეს ციფრი, თუ შევხედავთ 2025-ის პირველ 2 თვეს, შარშანდელ 2 თვესთან შედარებით 60%-იანის დაგვაგა. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. თელ სურათს თუ შევხედავთ, სადღაც 1500-ზე მეტი განაცხადი განხილული ჩვენი უწყების მიერ და მომხმარებელთა ჯგუფი უფრო ფართოა, ვისაც აღუდგა ეს მომხმარებელთა უფლებებით, ან ხადაუბრუნდა, ან ნივთი შეუკეთეს, ან ნივთი გამოუცვალეს და მეორეს მხრივ ეს მარტო არ არის, თუ რის გამოც შეიქმნა ხარვეზი, ჩვენ ვთხოვთ იმ მოვაჭრეს სავაჭრო პოლიტიკის გასწორებას, მაგალითად მეტი ინფორმირება გაუკეთოს მომხმარებელს სხვა შემთხვევებში, უფრო გაწევროს საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა, ან როგორ უნდა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ნივთს აბრუნებს, როგორია გაცვლის პირობები, როგორია გარანტიები ამ ნივთზე და ასე შემდეგ. ამიტომ გარდა მომხმარებლის
უფლების აღდგენისა, ჩვენ ვაცვლებინებთ საოჯრო პოლიტიკას იმ კომპანიებს, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა ხარვეზი და პრეტენზია მომხმარებლის მხრიდან. ის მხოლოდ ონლაინ შენაძენს ეხება. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ მაღაზიებში მოხდა საქონლის შეძენა, რომელიც თუნდაც უბრალოდ აღარ მოგვეწონა და გვინდა რომ დავაბრუნოთ მეორე დღეს, მესამე დღეს, რაღაცა გარკვეულ პერიოდში. რა უფლებებით სარგებლობენ ამ დროს მომხმარებლები? კი, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელს კონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა განსხვავებით ფიზიკური ვაჭრობიდან ონლაინ შესყიდვის დროს თითოეულ ჩვენთაგანს აქვს 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. ჩვენ შეგვიძლია 14 დღის განმავლობაში თუ ნივთს არ აქვს დაკარგული თავდაპირველი სახე, აი მაგალითად ახლა არ მინდა ისე იქნას გაგებულა, ეს არის მანქანა ვიყიდეთ ონლაინ 12 დღე ვამუშავეთ და 13 დღეს გვინდა რომ დავაბრუნოთ. ეს რა თქმა უნდა ამ ასეთ პირობას თავისთავში არ მოიცავს, ეს გულისხმობს თუ ამ 13 დღის ვადაში რაიმე ხარვეზე აღმოაჩნდა ამნიც, ან უბრალოდ არ მოგვეწონა და გვინდა რომ დავაბრუნოთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჰქონდა ნაკიდი ონლაინ მაღაზიიდან. ფიზიკური ვაჭრობის დროს უკვე დაბრუნების წესს და პირობას განსაზღვრავს თვითონ მოვაჭრე და ნებისმიერი მაღაზია, უბრალოდ ის ვალდებულია ჩვენ წინასწარ გითხრას ამის შესახებ. თუ ნივთი არ ბრუნდება, წინასწარ უნდა გითხრას, თუ ნივთი ბრუნდება 5 დღეში, 3 დღეში თუ 1 კვირაში, ამის შესახებაც მაქსიმალური ინფორმირება მომხმარებელს ცხადად, მკაფიოდ უნდა განმარტოს და აუხსნას, რომ მე ვიყო ინფორმირება. საერთოდ არ დაიბრუნოს ნივთი და ამის შესახებ გაგაბა. ფიზიკური ვაჭრო მაღაზია, ფიზიკური ყიდვის დროს, თუ რა თქმა უნდა მომხმარებელს მე ვეუბნები, რომ იცით, კარგად ნახეთ ეს ნივთი, შეიძლება ნივთს არ ვაბრუნებ, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი, მისი საოჯრო პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ მე მაქვს საშუალება, რომ ადგილზე ყველანაირად დავათვალერო, გავტესტო და პირობითად თუ იქვე ვერ აღმოვაჩენ რაიმე შეუსაბამობას, ეს ნივთი ვიყიდო. თუმცა თუ ეხა ეს სახში წაღების მერე ეს ნივთი აღმოჩნდა ქართული წუნით ან რაიმე ესეთი წუნის მატარებელი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ეს ნივთი ბრუნდება, მაგრამ მოვაჭრე ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ფიზიკური ვაჭრობის დროს მოგიყვეთ და დეტალურად გამგიმარტოთ თუ რა უფლებებით ხართ აღჭურვილ. აი თუნდაც წუნის აღმოჩენის შემთხვევაში რას ვაკეთებთ, ესეც კი უნდა გითხრათ, როდესაც ფიზიკურ ვაჭრობას ეხება საქმე. კვირაულის ფარგლებში ერთ-ერთი თემა იყო ყურადღება დაეთმო ინკლუზიის ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას. ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ, რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული უფლებები არის, რითიც შშმ პირები სარგებლობენ ან უნდა ისარგებლონ და ზოგადად რას გულისხმობს ეს და რა ვითარებაა საქართველოში ამ მიმართულებით? ჩვენ წელს ამ კვირაულის ფარგლებში ორი მიმართულება გავაძლიერეთ, ეს არის შემოპირების ინფორმირება, იმიტომ რომ მათაც ახლა ის ჩვეულებრივ მომხმარებლები არიან და ყიდულობენ ნივთს, ამიტომ თუ მათ ექნებათ რაიმე პრობლემა მოვაჭრესთან და ისე როგორც თითოეულ ნებისმიერ ჩვენთაგანს, მათ უნდა ქონდეთ ასევე წვდომა იმაზე, რომ მოგმართონ განცხადებით და რეალურად დაიცვან საკუთარი უფლება. ამიტომ ჩვენ მათ ვოუყევით ამ შესაძლებლობის შესახებ, ამ საკანონმდებლო გარანტიების შესახებ და ეს იყო წლევანდელი ჩვენი კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მეორე იყო ასევე მუშაობა ეთნიკურ ჯგუფებთან, ახლა საქართველოში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და მათაც რო ქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია გუშინ მაგალითად ჩვენ ვიყავით ახალქალაქში, სადაც ადგილობრივ საზოგადოებასთან მქონდა შეხვედრა და მათაც ასევე აუხსენით რეალურად აღნიშნული საკანონმდებლო გარანტიების შესახებ. ამიტომ ეს მუშაობა გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ მაინც მთავარი გამოწვევა ინფორმირებაა, იმიტომ რომ კანონი ახალია, ვინც შედეგი მიიღო ჩვენ წყებასთან ურთიერთობით და მაგალითად თი დაიბრუნა ან თანხა დაიბრუნა, ის თავისთავად უყვება ამ კარგი გამოცდილების შესახებ სხვებს, თუმცა ჩვენ მაინც პროაქტიულად ვცდილობთ, რომ რეგიონებშიც და თბილისშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს ვემუშაოთ, მათ შორის ბიზნესს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ გაწყვეტილებას და ვადგენთ რაღაც კონკრეტულ სტანდარტს, შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ამის შესახებ იცოდეს, აი მაგალითად ერთ-ერთი ბოლო ჩვენი გაწყვეტილება იყო ფასტაკლებებთან და ზოგადად ფასის მითითების სტანდარტთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს მაგალითად ფასტაკლების დროს ინფორმირება ჩვეულებრივი მომხმარებლის, რომ არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა და რა ვიცი, ალბათ თქვენს გქონიათ, ბევრს გქონია შემთხვევა, როცა ფასტაკლება თუ არის პირობითად 70%-იანი, არის მაღაზიები, რომლებიც ზოგჯერ გაზრდილი ფასთან იწყებენ ამ ფასტაკლებას და არა დაუშვათ იმ ფასთან, რაც ჰქონდათ ბოლოს ამ კონკრეტულ
ფასზე. ამიტომ შეიძლება ამ დროს რომ მიედავოს მომხმარებელი. რა თქმა უნდა, თუ მომხმარებელმა იცის რომ პირობითად ნივთი ორი კვირის წინ ღირდა მაგალითად 100 ლარი, გამოცხადდა 70%-იანი ფასდაკლება, ამ ნივთის ფასი უნდა იყოს 30 ლარი, ხო? ბუნებრივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც 150 ლარი დაიწყებენ 70%-იან ფასდაკლებას და ნუ ეს პრობლემა მოვიტანა, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა ჩვენამდე და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მივედით ამ სტანდარტის დადგენამდე, ამიტომ თუ წააწყდებით მსგავს ტიპის პრობლემას, მინდა მომხმარებლებს უთხრა თქვენი ეთერის საშუალებით, მათ შეუძლია მოგმართონ და ჩვენ რა თქმა უნდა მივთითებთ მოვაჭრეს. ამ პრობლემის აღმოფხვრა. ისინი იძულებული არიან ბიზნეს სკოლის ხმობ, რომ სხვა ფასით მიხვიდან მომხმარებელს. არა, სხვა ფასით არა, უბრალოდ სწორი ინფორმირება განახორციელონ და თუ მომხმარებელი თulis რომ ის უფლება დაირღვა ესეთ დროს და დაირღვა რეალურად, ის ვალდებულია რომ აღუდგინოს უფლება და იმ პირობითად იმ ფასში ისწეს ნივთი რა ფასითაც იქნებოდა სამართლიანი ფასდაკლების პირობებში და სამომავლოდ ასევე გაითვალისწინოს რომ მსგავს ტიპის ქმედება ითვლება დარღვევად და ნუ თუ ეს არ სწორდება, მე მიდის საბოლოო ჯამში საჯარიმო სანქციები. თქვენ ახსენეთ ბიზნესის ცნობიერებაც, ამაზეც მინდოდა მეკითხა, მომართვიანობა გაიზარდა მომხმარებელთა მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ბიზნესი არ უკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და შემდეგ უკვე ხდება საჭირო თქვენი სააგენტოს ჩარევა. რამდენად არიან თავად კომპანიები ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ, რამდენად აწვდიან ინფორმაციას მომხმარებელს, ან რამდენად სწორად რეაგირებენ მომხმარებელთა პრეტენზიებზე, იქამდე სანამ თქვენი ჩარევა გახდება საჭირო. პირველ რიგში მაინც ეს ზრდა ალბათ უკავშირდება რომელმა ადამიანმა იცის ამ კანონმდებლობის შესახებ და ამიტომაც გაზრდილია ეს მომართვიანობა. ეს არნიშნავს იმას, რომ ეხლა უფრო მეტი დარღვევა ვიდრე მაგალითად გასუწევს. უბრალოდ მეტი ადამიანი აღჭურვილია ამ ინფორმაციით და ცოდნით. მეორე მხრივ თუ დარღვევების სტრუქტურა შევხედავთ, ძირითადად განაცხადების დიდი ნაწილი მოდის ონლაინ ვაჭრობაზე, დაახლოებით 70%. ერთად სოფლიოში ეგრეა და ჩვენთანაც, იმიტომ რომ ფიზიკური ვაჭრობის დროს ჩვენ ადგილზე ვხედავთ ნივთს, ვირგებთ, ან ტესტავთ და უფრო მარტივია აღმოვაჩინოთ შეუსაბამობა ან წული, მაგრამ ონლაინ ვაჭრობის დროს ნივთს მხოლოდ მაშინ ვნახულობთ, როდესაც ის ჩვენამდე მოდის, ხო? ამიტომ იქ უფრო ხშირია მაგალითად მოლოდინის აცდენა მოლოდინში. ამიტომ ძირითადად ონლაინ ვაჭრობა გამორჩეული. თუ ბიზნესს შევხედავთ მთლიანობაში, ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიების პრობლემაა დარღვევების დროს, იმიტომ მსხვილ კომპანიებს ეს საკითხი მეტნაკლებად მოწესრიგებული აქვთ მანამდეც კანონის შემოღებამდეც, იმიტომ რომ მსხვილი ბიზნესი უფრო ორგანიზებულია, გამართული მარკეტინგი აქვს და მაინც ის რომ ყოფილი მომხმარებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, ვსაუბრობთ თუმცა საერთაშორისო ბრენდებზე, რომლებსაც იმ ქვეყნიდან სადაც ისინი ოპერირებენ, ამის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ძირითადად დარღვევები მოდის სოციალურ ქსელებში რეგისტრირებული მეწარმეებზე ან საშუალო და მცირე ბიზნესებზე, რომლებსაც ან ნაკლები ინფორმაცია აქვთ, ან არ მინდა ვთქვა, რომ ნაკლები პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ესეთი კომპანიებიც კი ჩვენ ჩართულობის შემდეგ ასწორებენ საკუთარ მიდგომებს და სავაჭრო პოლიტიკებს. ერთ-ერთი გამორჩეული და ესეთი ხშირად დარღვევასაც ფიქსირდებოდა სექტორია პირველ ადგილზეა ტანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობა და მეორეზე იყო გადამზიდავი მომსახურება, როდესაც აი მაგალითად ნივთს წერთ უცხოეთიდან თუ ადგილობრივიდან და გადაზიდვის დროს, აი ეს სერვისის დროს ხდება ნივთის ან დაზიანება, ან არ მოწოდება, ან დაკარგვა და ესეც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სფეროა, სადაც ჩვენ მომხმარებელთა პრეტენზიებს ვიღებთ და აქ არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელმაც გააუმჯობესა მომხმარებლის მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველა საინტერესო საკითხი, რასაც გავდივართ, ეს არის ალბათ თქვენც და ბევრს ქონია შემთხვევა, როცა delivery service-თან მიტანის სერვისით სარგებლობთ და არის ხშირ შემთხვევაში პრობლემა ქართულ ენაზე კომუნიკაციის ან ზოგჯერ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისაც კი და ეს кейს ჩვენთან ახლა განხილება, გაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული გვაქვს და კომპანიას დავალდებული. შეიძლება რომ რა თქმა უნდა, თუ თქვენ უფლება გაქვთ, როგორც მომხმარებელს, საქართველოს პირველ რიგში ქართულ ενაზე, თქვენი არჩევანი რა ენაზეც კიდე იმ ენაზე, მაგრამ თუ ეს დისკომუნიკაცია ხარ არც ვერც ერთ ენაზე. როგორ ხდება მოგვარება? ჩვენ დავავალდებულეთ აღნიშნული კომპანიები, ვინც ამ მიტანის სერვისს ახორციელებენ, რომ უზრუნველყონ მომხმარებლის არჩევანის შემთხვევაში იმ ენაზე გამართული კომუნიკაცია, რომ მე მაგალითად არ მიწევდე ძალიან დიდი დროის ენერგიის ხარჯვა იმაზე, რომ აუხსნა ელემენტარულად სად მომიტანოს
ის ნივთი, რომელიც გამოვიწერეთ და ეს კომპანიის ინტერესში არ შედის, იმიტომ რომ ეხლა თუ უამრავ დროს ხარჯავს ადამიანი რომ სწორად მიაგნოს მისამართს, რა თქმა უნდა ეს მის რეპუტაციაზეც აისახება. ამიტომ ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ჩვენი ესეც არის, რომ დაცული იყოს მომხმარებლის უფლება ამ კუთხითაც. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი ლექვინაძე გახდათ ჩვენი სტუმარი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.